მაგამეცით არავინ ხართ? გამარჯობა ღრმად პატივცემულო კატა. როგორ ფიქრობთ, მალე დაბრუნდებიან მასპინძლები? აბძანეთ? გასაგებია, დუმ ხართ. დიახ, დუმ. რატომ? ცხოვრება გვასწავლის. როცა თბილად ხარ და თანაც თბილად. ჯობიათულემდე და ჩუმად იყო. დუმილშია მთელი სიბრძნე, ჩემო ძვირფასო. იქნებ მაინც მითხრათ, როდის დაბრუნდებიან მასპინძლები? როცა შინ არ არიან თავს მოგესალმებათ. ასე ძალიან გეჯავრებიან? პირიქით, ორივე ძალიან. როგორც ჩემი თვის თითოეული ხილი, ჩემი თათებით, ჩემი ვაშებით. დიდი უბედურება ერით. უბედურება? კი, მაგრამ რა უბედურება ერით? დიდი უბედურება. იქნებ მაინც მითხრა რაშია საქმე. ხომ შეიძლება ვუშვებო შენს ბატონებს? პრინცესა და მათი ვინაობა მაინც მითხრა. არქივარი შარლემა მის ერთადერთი ასული შვენიერია. მაინც რომელს იცნობ? ელზას. მაინც რა არის ასეთი? 100 წელი არა ჩვენს ქალაქს დაეპატრონა დრაკონი. დრაკონი? ყოველდღეს ქალაქი ხარჯს ხვდის დრაკონს. იგი ირჩევს ქალიშვილს, მიჰყავს გამოქვაბულში დამორჩა. იქიდან დაბრუნებული არავინ მიყავს. ამბობენ, საცოდავები წარმოუდგენელი სიგრძისაგან იწვევს. წელს მან ჩვენი ელზა აღმოჩნდა. რამდენ თავიანია თქვენი დრაკონი? 3. ტორი რამდენი აქვს? 4. ბჭყალები აქვს? თითო ტორზე 5 ბჭყალი აქვს. თითო ბჭყალი ირმის ქისოდენა. ცეცხლს თუ აქვს? ნამდვილს? ყებს ბუბავს. სიმაღლე? ჩვენი ეკლესია წელამდე მიწვება. საგები. მად გემოდარებით, შებრძოლეთ დრაკონს. დრაკონი რა თქმა უნდა მოკლავთ, მაგრამ ვიდრე ბრძოლა დაიწყო. ვიდრე საქმე ხელზე მივიდა. შემიძლია ვუხართ თბილად. მივუწვე და ვიოცნებო, რომ თქვენ დრაკონს ბრუნდებიან. დაბანაზი როგორ ყოფილა? ახდება იცინის. მამამისიც მშვენიერ ბუნებაზეა. მომაწვე? არა. მართალი გითხარი. ეს ამბავი სწორედ იმიტომაც ასეთი სევდიანი, რომ ისინი მაინც იღებენ. გამარჯობა, კეთილ მოხუცო. გამარჯობა, ხმათულო კაცო. გამარჯობა, მშვენიერ ვასილ. გამარჯობათ, კეთილო რაიტორი. ცით მე ჩემი გზით მოვდიოდი, მაგრამ რაღაც სუხილავმა ძალამ თქვენი სახლის შემაჩერა. ხედავ ჭიშკარი ღია, სულმა წამძლია და დაუკითხავად შემოვედი, მაპატივით. ჩვენი სახლის კარი ყველასათვის ღია. მე დიდად ვაფასებ ადამიანებს, რომლებიც მოგზაურობენ. ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ამ ქალაქიდან დაუსრულებლად ვიცხოვ. ბატონო, მე ლანცელოდი. საიდან მოგზაურობთ, ბატონო ლანცელო? სამხრეთი. ალბათ გზაში დაიკლებოდეთ, ჩვენთან დაისვენეთ, შვიდ ქალაქში ვცხოვრობთ. აქ არასოდეს არაფერი არ ხდება. არაფერი? კი, მაგრამ დრაკონი? დრაკონი. ის უკვე ჩვენიანია. 400 წელია ერთად ვცხოვრობთ. კი, მაგრამ როგორც ვიცი, თქვენს ქალიშვილს დიახ, მე და ჩემო ქალიშვილმა ყველაფერი კარგად ავწონდავწონეთ და გადავწყვიტეთ. როგორც კი
ფალტელს ამოკვდება. მიცმოვდე. არავის უცდი ამასთან შებრძოლება. ბოლო 200 წელი არავის გაუყედავს. თუმცა მანამდე ებრძოდნენ უშედეგოდ. მთელი ქალაქი რატომ არ აღსდგა მის წინააღმდეგ? როგორ არ აღსდგა? ვერაფერს გახდნენ. გარეუბნები გადაბუგა. ქალაქის უკეთთა უმეტესობა შხამიანი ამონაბოლქვით ჭკუიდან შეშალა. რაკის შებრძოლებას არავინ უპირებს დრაკონი გადაფხედდა რა? არა, რას ბრძანებთ ის ისეთი კეთილია. კეთილი? კეთილი? ქალაქში როდესაც ქოლერა გაჩნდა, ექიმის თხოვნით მან ტბას ცეცხლი შეაფრქვია. აადუღა. შემდეგ ყველანი ანადუღარ წყალს სვავდით და აი მაგის წყალობით გადაურჩით ეპიდემიას. როდის მოხდა ეს უნდა? სულ რაღაც 82 წლის წინათ, მაგრამ როდი ვიწყებენ კეთილ საქმეებს. აბატიეთ, კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ბრძანებთ? რას ჭამს თქვენი დრაკონი? ჩვენი ქალაქი ყოველწლიურად ხარჯს უგზავნის დრაკონს. 5000 ქათამს, 2000 ცხვარს, 1000 ზროხას, 2 ფუტ მარილს. შემოდგომას და გაზაფხულზე ამას ემატება 2 ვოსტრის მოსავალი. შეუჭამი ხართ და ეგ არის. არა, რას ბრძანებთ? ვიც არ უჩივით. სანამ ჩვენთან არის ვერცერთი სხვა დრაკონი ხელს ვერ გვახლებს. მაგრამ მოდით ამაზე უღარ ვილაპარაკებთ. რაიმე საინტერესო გვინდა მოდი. საჩივის ციგნზე თუ ხსმენიათ რა? ნაშხური მიგდეთ. მიუვალ შავ მთებში უზარმაზარი გამოქვაბული. ამ გამოქვაბულში ერთი ციგნი დებს. ჩანაწერებით სავსე. კაცის ხელი არ ეკარება, მაგრამ ყოველ ცისმარე დღეს ემატება ახალი სტექო. ვინ წერს? ვინ? სამყარო. თები. მინდვრები, ქვები, ხეები, მდინარეები. ხედავენ როგორ თესავენ ბოროტმოქმედნი ბოროტ საქმეებს. რა უსამართლოდ იჩაგრება უბრალო ხალხი. ტოტიდან ტოტს, წვეთიდან წვეთს, უბლიდან ღრუბელს გადაეცემა ადამიანთა ჩივილი. მათი გოდება აღწევს გამოქვაბულში და საჩივრის წიგნში ფურცელი ფურცელს ემატება. ეს წიგნი რომ არა ამ ქვეყნად ყველა ხეს დარდი გაახმობდა და წყალიც მლაშე გახდებოდა ცრემლებისაგან. ვისთვის იწერება ეს წიგნი? ვისთვის? ჩვენთვის. ამ წიგნის საკითხვა თუ გეგირსათ, ვერასოდეს დამშვიდებით, ვერასოდეს მოისურვებთ. რა წიგნია ჩივილის წიგნი? ამ ჩივილს ვერ გაუჩნდები, უნდა იმოქმედო. უნდა გამანადგუროთ ისინი, ვისი განადგურებაც აუცილებელია. აი მე დრაკონს შევებრძოლები. არა, თქვენის მოგკლავთ. ძაღლი ახსენე. ბატონი დრაკონი მომწადდება! ბატონი დრაკონი მომწადდება! ბატონი დრაკონი! ბატონი დრაკონი მომწადდება! ბატონი დრაკონი! სალამი ყველას. როგორ გძნობ თავს ჩიკუნია? მამიკო. სტუმარი ყოლიათ. ვინ არის? მოგზაურობ. ეთილი მოგზაურო. რატომ არ მიყურებთ? დრაკონს ველოდები. რა ვარ დრაკონი? ასეთი პატარა. რა უყავი ბჭყალები და სამი თავი. ოდიში უნდა მოიხადო. დღეს ეს იქეწვიე შინაურულად ჩინმეტლების გარეშე. დიახ, ბატონი დრაკონი ხანდახან ადამიანის სახეს გერგობს და ასე მეგობრულად შინაურულად გვეწევა ხოლმე დიდი მეგობრობა გვაქვს. უფრო მეტიც აი მე მამა თქვენის პაპის
პაპის მეგობარი ვიყავი. როგორ მახსოვს, როგორ დარბოდა გადაჭრილი შარლით ბაბუა თქვენის ბაბუა. Dostum შეხედეთ, რა გასტერებული მიყურებს. არელოდი ჩემგან ესეთ გუჩვილობას. ელზა, მომეთოდი. მაღლავწია. გამიღიმე. აი ასე. რა გინდა მოგზაურო, რას მიყურებთ? ტკბები. ოღონდ ხარდად მოსუხო. რაზე ჩამოხვედი? საქმე მაქვს. რა საქმე? შენ უნდა მოგდვა. არ მესმის? არა, ხუმრა. არ მესმის მე. ბრძოლაში გიწევ, ბრძოლაში, ახლაც არ გისმის? იმეორებ, ბრძოლაში გიწევ. თქვენი სახელი? მანცელოდი. მანცელოდი. კეთილი. შეგებრძოლებით. მოხეტიალე რაინდები. ყველანი უნდა. ეგ არ გამოგივათ. მე სიცოცხლეს გამოვასალმე. 809 რაინდი. გაჟლით 6 არმია დაჯახებულთა 5 ბრბო. მე ომის პირმშოვა. მე თვითონ მივარ. ომი ჩემს საყვებში ცივი სისხლი მიედინება და ამიტომაც ბრძოლაში ცივი ვარ. 7 დაუნდობელი. აი თქვენ უაზრო სიკვდილი გეცეთ. გესმით თუ არა ეს? არ მესმის. როგორც ხედავ, ღირსეული მოწინააღმდეგე ბრძანდებით. შეკებისათვის გმადლობთ. როგორც ხედავ, უკან მაინც არ დაი. არ დავიხევ. ამიტომ დიდი მონდომებით შეგებრძოლე. ძალიან კარგი. აი ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქვე ახლავე გაგაცხებინებ სულს. ელზა. ცოცხლი მოიტანე. რა გინდათ? აი მე ამ კაცს ფერფლად ვაქცევ. შენი გამოგავე. თქვენ ჩემი გეშინით. მე არ ვიცი რა არის შიში. მაშინ რატომ ჩქავთ? ხვალამდე დამაცადეთ და ბრძოლის ველზე შევედი. რატომ ხვალ? ხალხმა რომ არ იფიქროს თქვენზე. შეეშინდაო. ხალხი ვერაფერს იფიქრებს. აი თქვენ კი ახლავე მოგჭეთ ერთით. თქვენ არ გაქვთ უფლება მოყვათ იქ. რაო? გემუდარებით. უკან რისხდებით. მე ხომ არქივარიუსი ვარ. თანამდებობა რაღაცა. ჩვენთან არქივში საბუთი ინახება, რომელსაც ხელი მოაწერეთ 382 წლის წინათ. იგი დღესაც ძალაშია. მას თქვენ ვერ მოკლავთ, არ გაქვთ უფლება ის, ვინც თქვენ ბრძოლაში გამოგიწევთ, არაფერი ემუქრება ბრძოლის დღემდე. ასე სწერთ და ფიცი დადასტურებთ. მთელი ქალაქი უნდა მიეხმაროს მას ამ ბრძოლაში. ასე სწერია იმ საბუთში. მე ყველა სამოგბუგა. მაშინ ყველა გაიგებს მხდარი. ყველას ყველაფერს მოაბოში. ცხოველებს ვერაფერი მოუხერხე. კეთილი. შეგებრძოლები. ხვალ შევხვდეთ ბრძოლის ველზე. ვერტო. მაბადით. ეს რა ჩავითი. წამოვიდეთ. როცა სტუმართან დარჩი. უაზრო თამაში. რატომ? თქვენ რატომ მოინდომეთ ნაადრევი სიკვდილი? მამა თქვენი არ გეცოდებათ? ის ხომ სწორედ მაშინ მოკვდება, როცა სიკვდილი სურს. ეს კი დიდი ბედნიერებაა.
არც მეგობრებთან განშორება გიკლავთ. მე რომ არა, დრაკონი ხომ ერთ-ერთ მათგანს წაიყვანდა. მშობლიურ ქალაქს რომ სტოვებთ არც ეს გენანებად? განა მე მშობლიური ქალაქისთვის არ ვკვდები. და ისიც ასე გულგრილად იღებს მსხვერპლს. როგორ გეკადრებათ? აი კვირას მე უკვე აღარ ვიქნები. მთელი ქალაქი ძაძებით შეიმოსება. სამ დღეს ხორცს არავინ გაეკარება. ჩაიზე კი დანახდებიან ფუნთუშებით. და იცით რა ერქმება ამ ფუნთუშებს? საბრალო ელზა. ჩემი ხსოვნის პატივს ეცემა. სულ ეს არის? მეტი რა უნდა? დრაკონი მოკლა. იქ შეუძლებელია. მერტო ჩემო ეს რა გიხოთ დრაკონმა? Burgomistri Mattis! Burgomistri Mattis! Burgomistri! Mattis! ვილაპარაკოთ. ყოველგვარი ხელების ხმების გარეშე. მოძრა. სუ. მალებში არ შემოვიდოთ. რაშია საქმე? შინოთში მოხსნები. რატკი არ მოგნათ? ციგები და ნერვი. შინო ვარსებს. Камера მიმართებოდა როგორ გონია თადვილია ბურგომისტრობა დრაკონის ხელში. აი მოკლავ დრაკონს და კარგად გახდებით. ის ფაქტი რომ თქვენ დრაკონთან შეება გადაწყვიტეთ უკვე დიდი უბედურება. არა და რა კარგად გქონდა საქმეა წყობილი. ბატონ დრაკონს უშეში ყავდა ჩემი თანაშემწე. ახლა ყველაფერი აირება. ბატონი დრაკონი ბრძოლისათვის მზადებას მოუნდება და ვიღა მოიცლის ჩვენი ქალაქის საქმეებისათვის. მე კი ის ყაჩაღები ძირის გამო მითხრია. მე არ მესმის რას ლაპარაკობთ. თქვენ არ იცნობთ ჩემს თანაშემწეს. ისეთი გათახსინებული კაცია. ხუთი დრაკონი გერჩინოთ მაგნაიკა. მიტომ გთხოვთ ბატონ ლანცელოტო. სასტრაფოდ გაემგზავროთ. არ სადაც არ წავო. მითხარით! თქვენ ვინმე ვთხოვათ დრაკონს შეგბრძოლეთო? დარწმუნებული ვარ ეს მთელი ქალაქის სურვილია. გაიგეთ! ჩვენი ქალაქის სამ მატყლშვილები გვეთვინე. მეგობრებო, უთხარით ლანცელოტს თქვენი სათქმელი? წადი! თუ თქვენ ჰუმანური ადამიანი ბრძანთ, დაემორჩილეთ ხალხის მე. არავითარ შემთხვევაში. აი, სადიცო, ჩემი ერთადერთი ვაჟი. დრაკონის პირველი მდივანი. ბროშილო. დრაკონმა გამოგზავნა. ასე გითხრა ბრძოლა აღარ შესდგებაო ხომ? დაგავალა ლანცელოტი ციხეში ჩასვიდო. არა. ბატონი დრაკონი ბრძანებს. პირველი. ბრძოლა დაინიშნა ხმალისათვის. მეორე. ლანცელოტი დაუყოვნებლივ შეაიარაღო. და მესამე ჭკუას მოუხმეთო, ჭკუა რომ გამექცა. ჭკუა და მივეროდი. ნაბრძანები მაქვს ელზას ცალკე მოველაპარაკო. ცალკე. მიირბიგარ.
მგონია რომ ლანცელოტი გიხსნის არა? რა დაგავალა დრაკონმა? ლანცელოტი უნდა მოკლა. რა? ლანცელოტი უნდა მოკლა. დანა. დანა. წალულია. წალულია. Henrich! Henrich! Mama! Shvilo, mamiko! 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 შენ ჩემზე უფროსი ხარ, მამიკო. ჩემზე გამოცდილი, მამიკო. მითხარი რა? რას ფიქრობ დღევანდელ ბრძოლას? თუ რაცოე? მიდანცილი მამა! მითხარი მამა! თუ ლანცელოტი შეძლებს! ოღონდ უბრალოდ მითხარი მამიკო! უბრალოდ მითხარი მამიკო! ირაო! დრაკონმა დაგავალა მამიკო დაკითხეო. არა? როგორ გეკადრება, მამა? აჩაშვი. შენი რაჭიაზრუნე ეს დაკითხო. ჩემი პარტიოლოგიაში. რაო, კარიერას იგეთ? ჩემი ადგილი მოგინდა? აი? ადამიანებო გიხმარდეთ ერთმანეთს. Mama, მითხარი, mama, რას ფიქრობ დღევანდელ ბრძოლაზე, mama? კარგი, კარგი. ისე შევეთ, ისე შევესის ხორცე დრაკუნიას, რომ. ერთი ძუძუ. ვიცოია თუ რა. არა. Hipicები პატიოსნებას, აი, მიწა გამისდეს. თუ თქო. რა! ის გაიმარჯვებს! ის ჩემი აკუნია, დრაკუნია, ძუნძულა, ბუნძულა. როგორ მიიღბას? პირდაპირ გიშდები! აი, ჩემი გასული. როგორც ხედავ, არ გინდა გუწმენად ელაპარაკო შენს ერთადერთ ვაჟისთვის. Henrich! არ მინდა შვილიკო, ჯერ ჭკუიდან კი არ გადავსულვარ. თუმცა რა თქმა უნდა თუნდა გადავედი, მაგრამ ვადგი არა. ახლა ის მითხარი. დრაკონს არ გაუცია რა ვითარი ბრძანება? არა მამა, ერთი სიტყვაც არ დაუძრავს. ესე იგი არ უნდა მოკლა? ვინ? ჩვენი მხსნელი. ლანცელოტი არ უნდა მოკლა? მამა. შვილო. ბატონო ბურგომისტრო, შეგახსენებთ, რომ წუთი-წუთზე შედგება სასეიმო ცერემონია. ბატონ გმის იარაღი უნდა გადასცეთ. შესაძლოა თვით დრაკონიც კი დაისწროს ცერემონია. თქვენ კი? მან თქვენ კი ზაგახართ, არ ხარცათ. გაიწყობა. დრაკონმა დაგმატალა. ეს საკეუნა მოეობა. როგორ მეტროგანი? როგორ მოგალით ხამი? დამხეტიო. და მეგობრით ვინმეს? რა თქმა უნდა. ვის? ძაღლებს. თქვენი შიშარა მოქალაქენი ძაღლებს მისევთ.
ზაღლები კი საოცრად ჭკვიანები აღმოჩნდნენ. დავმებობთ. იცით, როცა მე პატარა ზაღლი ვიყავი. როცა პატარა ვიყავი, ზაღლმა მიგფინა. საგი. საჭმელზე. ისთვის მეძა. ქალაქის თვითმმართველობის ხდომაზე მოგელიან, ბატონო ლანცელოტო. იმიტომ რომ აინტერესებთ რომელი იანორი უფრო უნდა რომ ხვენებდოთ. დავბრძანეთ. ეჩვენეთ. ბატონო წავიდეთ. მეგეძახდი ელსა. ნუ მეკითხა. სულად თუ გამოვიყვანე. არა, არ ხუმრობ. დავალებული მაქვს გამცნო. რომ თუ დამიჯერებ. დავანცელო. ჩვენი დრაკონი. ჩვენი დრა თავისუფლებას. თავისუფლებას. გასაგებია. შეში. მე მას 5 თითებით ვიცნობ. რაც გინდა ის და ხეპრე თუ ჯეოდი, მაგრამ სიმხარის ვეთა. გუშინ გვემუქრებოდა. და დღეს რომ გვევაჭრება? მე ვარ დრაკონის სამთელი მძლეველი. თუ გინდა იცი. რასაც გინდა იმას გამოტყვე. დრაკონს. არც ისეთი სულელი ვარ. ელსა. ასევა დამოწმოს ხაშენთა. ამჯერა შენი. ჯერა. ამჯერა. ჯერა. ელსა. დავშლებული მითი ვარ ელსა. იცი, შეასრულე ჩემს თხოვნას. ხომ გინდა ბედნიერები ვიყოთ. იფიქრე ჩემო ძვირფასო. ყველაზე დამჭერი გოგო ვიყავი მთელ ქალაქში. ყველასი და ყველაფრის მჯეროდა. რა გამოვიდა? მე ვდგავარ ყველასგან განწირული და ვიტანჯებ. სხვები კი არჩევენ ლომას კალებს. მე ფსიხვიჭუჭები. და ერთი სული აქვს, სანამ დატკბებიან ჩემი უბედურებით. თითქოს ცხადად როგორი ბრანჭებია სარკის წინ. და უხრავე. ოხ, საბრალო ელსა. რა მშვენიერი იყო. რა კარგი დარია დღეს. ას კი ალბათ ცოცხალი აღარ არისო. არ მინდა ყველაფერი დავინახო. ყველაფერი გავიგონო. ყველაფერი შევიგრძნო. ეს დანა ჩემთვის მოვიმზადე. თავი უნდა მომეკლა. მაგრამ არ მოვიკლა. არა. რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ჩვენ და მირაკი უფლება მოგვიცეთ. გადაგვეწყვით ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. მარჩილეს ათქო. დაიკავოთ საპატიო თავმჯდომარის ადგილი. თოთე. ხოთა. ხაცამ. ნეთ. თუხ. განვიცდი, მაგრამ უნდა თავი. Ego prego!
სახსნად ვაცხადებ. მოისმინეს ვინმე ლანცელოტის იარაღით უზრუნველყოფის საკითხი. და ადგინეს შეძლების და გვარად შეიარაღონ იგი. ენი მარტანი ბრძანდებით. სპილენძის სინი დაინიშნა ფარის შემცვლელად. ნუ ხელა, ჩვენს ქალაქში ნივთებიც კი დამჯერი და დისციპლინირებულნი არიან. ისინი ბენზინის იარაღს შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას. სამწუხაროდ რაინდის სამჯარის საწყობში არ აღმოჩნდა. მაგრამ შუბი გვაქვს. ამ ბურთის თანახმად შუბი გაიგზავნა სახელოსნოში, რასაც აი ეს ბეჭედი და ეს ხელმოწერა დასტურებს. თქვენ ამ ქალაქს ბრძოლის დროს წარუდგენთ დრაკონს და ყველაფერი კარგად დასრულდება. სულ ეს არის. შედომუნიას დახურა დაწყო. გრძნობთ თავს. მადლობთ მშვენივრად. ჩემთან შებრძოლებას ამ ქალაქის მოსახლეობისთვის აპირებთ. დიახ. ისე იცოდეთ ჩვენს ქალაქში საშიში ხალხი. ასეთებს ვერცად შეხვდებით. ჩემი ხელწერა მე გამოვდეთ. მაგრამ ისინი მაინც ადამიანები არიან. Stepped. Atsul shirum chaykhedu chezrtsundebit. Chezrtsundebit. Gaitsdebit tavs shishvelot. Titsatsaga gaanzrevdit am axinji katsunebis dasakmarებით. Adamians sxeulis shuaze rom gauჭრა. Სუსტუნა პლეტება დუქცე. შენსინაში არიან ყრუნჯი სულები, გაცვეთილი სულები, გამყიდველი სულები, მკვდარი სულები. ისინი სამწუხაროდ ვერ ხედავენ შენის წყალობით, როგორ გაეღწნათ სულები. თორემ აღსდგებოდნენ და მონურ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებდნენ. ვინ იცის, იქნებ მართალიც ბრძანდებით. ხომ არ დაგვეწყო ბრძოლა? დავიწყოთ. ეს შემიძლია აქვე. ახლავე გაგაცხებინო სული, მაგრამ მე მინდა ხალხმა დაინახოს შენი დამარცხება, რათა უკეთ ავიმონო ისინი. ახლა კი ამ ქალიშვილს გამოეთხოვე, მისი გულისთვისაც თავს წირო. გონი მოგწონს ჩემი რჩეული. ძალიან მომწონს. ძალიან სასი ამბობო. მე ძალიან მომწონს. მშვენიერი გოგოა, დამჯერე გოგოა. შეგიძლიათ აცე მაკოცო? თვალებში შემომხედე. შესანიშნავია. ვაკრიალა, გონიერი თვალები აქვს. ჩინებულია, რა თბილი ტუჩები აქვს. თბილი ტუჩები კი იმის ნიშანია, რომ შენ სულში სიმშვიდეს დაუსადგურებია. მიდი დაემშვიდობე ბატონ ლანცელოტს. მიდი აკოცე განშორებისას. მეგოძი შეგდობა კარგი აქვს. ვერაფერს გამომაბარე. მიდი აკოცე განშორებისას. როგორც თქვენ ბრძანებთ, ბატონო დრაკონო. აი მე კი წავალ.
ბრძოლისათვის მომემზადე. როდის დავიწყებთ ბრძოლას? ამას ვერ გეტყვით. ხომ იცით? ნამდვილი ბრძოლა მოულოდნელად იწყება. შემთხვევისათვის დავამშვიდობთ ერთმანეთს. სასტიკი ბრძოლამელის ყველაფერი მოსალოდნელია. შორებისიც კი არის. რა უნდა გითხრათ? მე თქვენ მიყარით. გიყვარვართ? იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ გუშინ საჯვარედინზე შესაძლოა მარცხნივ გამეხვირა. მაშინ ხომ ვეღარასოდეს ვნახავთ, რა საშინელებაა რა? ჩემს ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, მაინც შეებრძოლებოდით დრაკონს. რაღა თქმა უნდა შევებრძოლებოდი, ვერ ვიტან დრაკონებს. მაგრამ თქვენი გულისთვის მზადვარჯიშველი ხელებითაც კი მივახრჩო იქ. თუ მეტაში შეგვედ რაღაც უწევთ, არ დამივიწყოთ. აი, თქვენ დღეს პირველად გამისწორეთ თვალი და მე ისეთი სიტყვა ჩამეღვარა ბუდში. გონით ირილსაბნებთ. რატო? მეწოდება. ვინ? საკუთარი თავი. ღმერთო ვეღარასდროს ვეღირსები ბედნიერებას. არა, ელზა, შენ არ იცი რა ძალა აქვს მანდულს. ჩემი სიყვარული შესტამოდებლობას სამუდამოდ გაგიქვებს. სიზმრად თუ ცხადში ჩემი სახელი მუდამ გემახსოვრება. დღეში ხეები, ჩიტები, ხეცებიც კი ჩურჩულს დაგიწყებენ, რადგან როცა გიყვარს მთელს სამყაროს ესმიში. ყველა სიხარულით გეგებება, იმიტომ რომ შეყვარებულებს ბედნიერება მოუყვება. ბედნიერება? ო, ბედნიერება. თუნდაც ვერ ვეღირსო ასეთ ბედნიერებას. ჩემთვის უკვე სულ ერთია. დიახ, სულ ერთია. რადგან იყო ბედნიერი. ჯერ კიდევ გუში. ფინიესავით დამჯერებიღავ. ხედავ ამ დანას. როგორ მომიბრძანა დანით მოკალიბო. იგი ჩემთვის შემოვინახე. ჯერ კიდევ გუში. ოცნებაც კი არ შემეძლო შენს. თუმცა არა. შეშჩიკაში დარჩენილი ღვინო. ჩუმად დავივლე. რატო? ეს ჩუმად გაკოცა. თუმი ჩემებურად. ჩუმად გიყვარები. ძირფასო, რა ბედნიერება რომ შემიძლია გითხრა. მრავალი ხალი ჩამოგუგზავნა, მაგრამ ყველაზე საუკეთესო უხელ მოგგზავნეთ თქვენთვის. აი, ჩვენი ხალხი. გალამას. ხინავი ხალხი. მეკუდების ხელოსანი გახლავართ, ჩემო ბატონო. მთელი მსოფლიო მიცდობს როგორც საუკეთესო ოსტატს. ზოხა მთელი ღამე თქვენ ქუჩა ერავდით და ტიროთ. როგორც ეს ისეთი ტრაგიკული,
განსაკუთრებული ფუძი. რომელს რა ჯობია? მე რა ქნა საბრალო ოსტატმა, რომ ვერასოდეს შეიტყო. გიხდებათ თუ არა? აი იმით. მაგრამ ჩემი თანდასწრებით უნდა დაიხუროთ. მე ამას ვერ გადავიდე. ვერ გავწევ. Amacho. Atu. მიცემო. თქვენთვის